მე ჩამოსულები ვართ. ჩამოვედი უბრალოდ დღეს მარტო თევზავებ. ალაზანზე ტრავილკებთან ვარ, ეგრეთ წოდებული თებავთან ახლოს. წყალი საკმაოდ აწეული არის, აი აქ ალბათ გახსოვთ რომ ხოლმე წყალი იყო ხოლმე და აღარ არის, აი ნახეთ. სულსილაა დარჩენილი. მოკლედ 1-2 ფშა მეგულება. იქამდე თუ მივედი ოღონდ, რა თქმა უნდა. ჯერ აქ ახლოში ვნახავ, იმიტომ რომ წვდია მინდია. წვიმას აპირებს. და ნახოთ აბა რა გამოგვივა. ერთ-ერთ წუთს გეტყვით წინა თევზაობაზე რომ ვიყავით ალნის ხითან და კადრებს შავსო აუცილებლად რაც დავიჭირეთ, რამდენიმე წელი დავიჭირეთ და ანუ ვიდეო აღარ დამედია, იმიტომ რომ დიდად შედეგი არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ წყალი კარგი იყო. ხო და ნახავთ ახლა კადრებს რა. ეხლა ვართ აი აქეთ, ეს არის ალნის ხიდის ჩამოყოლება. აი იქით არის კვევით კაკლებს რო ეძახიან. აი გზევით არის დრაბილკები. მოკლედ ცოცხალი თავით არ მელოდება ეს კაცი. იცნობდეთ გოგას. ერთი ეგეთი. მე არა მოგრედეთ. ვაჟბატონო და წამოიღე ხა ისა ვედრა. ვედრა. კაი ზომა. მე რა კაი ზომა. ესეთი კარგი ზომა მეგობრებო. პირველი შემოწმება გვაქვს ესა. ეხლა გავყვებით და შევამოწმებთ ხებსათ, ანუ ეს არის მესამე. და დაგვრჩა კიდე სულ გვაქვს ჩაგდებული 9 ცალი, ხო? არა, უშავ. ხო, გავუკეთეთ. მე ხა ჩავყვებით. მოდი აბა ერთ ცალი. ეხლა ერთად შევამოწმოთ. იქნება იჯდეს რამე. კარგია პირველივე ამოღებაზე რო ზის რაღაცა. ანუ უკვე რაღაცა სტიმული არის. აქეთ ედება. აქეთ მეგონი არ არის ოღონდ არაფერი. ეგრე მგონია. კი ბატონო. ჰა? საკეთ არის. შევამოწმოთ ხებსაც და თუ რამ იქნება მე თან გადავიდეთ. მეგობრებო, სანამ მე Mobile Legends თამაშობდი, გოგომ რა მაგარი დასვით. ესე კაი ხანია რაც ამაზე ზის აშკარად. ღადა ვაფშენა. ოჩახ. აი რა ხდება მეგობრებო. აბა გვაჩვენეთ ნამდვილო რიბაკო. ნაგავი. ნაგავი არა მაინც. ო, ვიდეო, აი. ახლა გეძინოს შენ. ახი რა მაგარი ზომაა, ძმაო, ეს წახ. კარგია მეგობრებო, ეხლა ჩავყვებით და შევამოწმებთ. აი მე ზაკიდუშკებს. იგე? ხედავ პროფესიონალიზმ. თან ეხლა ნადირობის სეზონი მოდის. და უფრო გადართული ვარ ძაღლების გაყვანაზე რა. ძაღლები ხოძე იყვნენ. ურცხალი ნელილა იხსნება. ამასინ თამაშ ერთ წელი ამოაფრინა წყერი. იმდენად გაუხარდა და გაგიჟდა და გადაერია რომ ალბათ 1-2 წუთი ახლო აღარ მოდიოდა. დასტევდა იმ წერს, ავი გაყვა სახლის ბოლომდე. როგორც არის, როგორც ტყვია ხოლმე. ხო და ეგრე არის რა, მოკლედ. ბიჭო, დეჭვიდი. ოჩა, ხთესი, ოჩა. მიშელბა კიდე იყოს. რა მაგარ სოიკაზე იდგა, წეგან ბოლომდე კიდე ვერ მოვა, სარი გადაღება, რამდენი ხანი ედგა. ყოჩახ, ჯესი, ყოჩახ. მოიყვანი ძაღლი? ნახე? ნახე მიდი? დაიცაგიო, ახლო არ მიხვიდე ახლა. დააცადე ძაღლებმა რომ იმუშავენ. ნახე მიდი? აი, კადი სადღაცა. ნახე მიდი? წეგან ბიჭო ის დავინახე. აგე, ყოჩახ, აგე. ყოჩახ. ნახე რა მაგრამ ისე. ნახე როკი. ესეც რო უტრიალ. ესა ნახე როგორ უტრიალებს ბიჭო ეს ჩემ. როკი. დაიცა ზურაც ტანელა იარე. ნახე? დეჭვინი. თავს დასტევს ბიჭო ეს დეგენერატი კიდე. დეჭვინი. დეჭვინი.
რა სტოიკას უკეთებს ამას უყურე გეხოცები. და გვიყო ძო სტოიკაზე უდგება გაგიჟდა. გაჭედა. დეჭიდუკი. აბანახი, აი ხარი, აი. დეჭმიდი. აი ხარი, აი. დეჭმიდი. აი, ალბათ ხედავთ რამდენად დაწეულია წყალი. დღეს ვაპირებდი გურჯაანში დასვლას, მაგრამ სამწუხაროდ არ გამომივიდა ეგ ამბავი. ხო და გადავწყვიტე რომ მარტო გამოსულიყავი ტივით, იმიტომ რომ кайხანია ტივით აღარ მიწევზავია. ერთი ორ ადგილს ვნახავ. იმედია ძალიან არ იჭმებს. თუ არ წამომღებული მაქვს საწვიმარი. მეგობრებო, მოვედი ხა იმ ადგილზე, სადაც საკიდუშქებით თევზავ ხოლმე და ნახეთ. არა ძალიან მაგარი ადგილია გაკეთებული. აქ სულ დორი არის ეს ჩამოყოლება. ასე. იქიდან ალაზანი შემოდის, თან საკმაოდ სუფთა არის წყალი. არ ვიცი, მოკლედ აი ძალიან მაგარი სათევზაო ადგილია რა. და ნახოთ. აი გადავაგდეთ ვარა, ეგრევე მივიდა. სავარაუდოდ წვრილია მისული, ეგ აწვალებს. თევზი ყავს მოკლედ ადგილს რაც თავარია. რაც თავარია თევზი ყავს. კარგია. ჩვენც ეს გვინდა. აი იმიტომ რომ დავიჭერთ. ადგილი ძალიან მაგარია. როგორც წეგან გითხარით და ავი შედეგი იმედია კარგი იქნება რა. ცოტა წვიმახეს გიშლის, მაგრამ არა უშავს. წვიმად წამოღებული მაქვს როგორც გითხარით, ეგეც. წეგან დავკარგე. მაგრამ ვიპოვე მალევე. ახლოში იყო ჩამოვარდნი. სკამის ამოღება დამიზარა. და წამომეყო. მანქანაში მაქვს. ახლა იქამდე მე გამსვლელი ვიყავ. აღარა ვარ. ვერ ვიჭერთ რატომღაც. ვერ ვიჭერთ არა და ურტყავს. დავახვიოთ. სადაც მეორეთ კიდევ თუ მესამეც. არა და როგორც ჩავაგდებ ეგრევე მიაქ. იგი დაარტყა ეგრევე. დაარტყა. სავარაუდოდ წვრილი აწვალებს. და წაიღო და გასწრა. სამწუხაროდ გასწრა. არა უშავს. დავიჭერთ ესე იგი რადგანაც ურტყავს, ეგრევე დაარტყა. ესე იგი თევზი ყავს ამ ადგილს ძალიან ბევრი თან. და შეიძლება რამე კაი ზომაც შემთხვევით დაჯდეს. გვაქვს მატლი წამოღებული. წონჭის მოთხარ დამეძარა. აქ წაგვარა წოლება. უყურეთ და ერთი ძალი პატარა დავიჭერეთ. ისევ ერთი ძალი პატარა დავიჭერეთ მეგობრებო. დავიჭირე მეგობრებო კიდევ ერთი ძალი. წერან ერთი ძალი კაი დიდი გასწრა სამწუხაროდ. ვერ დავამოყამე რანაირად მოძრა. და ერთი ძალი მაგერ კი დავიჭირე ახლა. აბა ვაგრძელებთ ისევ რა თქმა უნდა თევზაობას. თევზი კარგად აქტიურობს. ძალიან აღნიშნე უკვე. ანუ როგორც ჩაგდებ ეგრევე უტყვის რა, ანუ არ უნდა დილოდნენ და ამბები. მე წელებს და კიდევ დავიჭირე. ამას რა თქმა უნდა დავაბრუნებ უკან წყალში მეგობრებო. ოპა. დუკლეტი მეგობრებო პირველი, ოღონდ პატარები. ესაო რა პატარაა ეს ერთი. ნახეთ რა პატარა დავიჭირე ეს ერთი ძალი მოვედო იმ ძელზე. არა მგონია გადარჩის. მაგრამ მაინც ვცადოთ. თუ გადარჩა, ხო კაი. თუ არა და ჩემი ბრალი არ იქნება, იმიტომ რომ თვითონ აჭამდა ჭიაღელას. აბა. აი მე დავუდე საჭმელი, მაგრამ ხო არ მეთქვი რომ მუცელზე გამოიძე მეთქი რა. კიდევ ერთი ძალი დავიჭირეთ. ფაქტია რომ მეგობრებო აქ ურტყავს საკმაოდ და კაცი გაერთობა რა. უბრალოდ ეს ამინდი მაგარი ცუდი ამინდია. თამზე გამოდის. მე მომენტებში წინწკლას იწყებს. დავზივარ უბრალოდ ეს მზის საპირისპირო და წყალს რო უყურებ, აი თვალები იმაშობა რა ქვია. მიჭრელდება ასე ვთქვათ რა. ხო და მაგხრი ცუდი არ მიყვარს ეგეთ ამინდებში თევზაობა.
იმიტომ რომ წყალზე მე რაღაცნაირად ირეკლავს. არ ვიცი ხა რამდენი ჩანს კამერაში. ანუ მზის სხივი რაღაცნაირად ირეკლავს წყალზე, პლუს ეს მოღრუბლული რო არის და სათვალიც არ მაქვს წამოღებული. ანუ კაი სათვალი მაქვს. ზუსტად იდეალურია ეგეთი ამინდისთვის. არა, როგორც ყოველთვის სათვალე სახში დამჭა. რატომაც არ წამოვიდა. ეხლა ცოტა ხანი აქ ვიქნები კიდევ. იქნება რამე დავიჭირო, აი კიდევ მივიდა. თუ არ და მე ერთი კაი ადგილი მეგულება აქვე ახლოში. და იმ ადგილს ვნახავ. იქნება იქ მოყვეს, სანამ ეს ადიდებოდა წყალი და რამე აქ. იმ ადგილზე სხვათა შორის ტივტივაზე მაგრად იჭერდნენ ბიჭები. წელს არ ყოფილი ვარ მან დასული. ახლოშივია. და ნახავ თუ არა და მე ანუ ერთი-ორი კაი ადგილი ვიცი რა. თავი არ დამეზარო სიარული, რადგანაც მარტო ვარ დღეს. კიდე ესე აქეთი სიარული მეზარება რა, ერთი კაი ფშა ვიცი. მაგრამ სავარაუდოდ იმ ფშაზე არ შევალ, იმიტომ რომ 15 წუთია შეგინ დღეში სასიარულო და რა მეზარება სიმართლე გითხრათ ბიჭებო რა. მარტო კანადიდად თევზაობა ან ყავს უბრალოდ დღეს მეცალა. ანუ ორი კვირა ნორმალურად არც მეთევზავია, მე ცოტა ხანი გამოვალ. დილას ვაპირებდი ზაკიდუშკების ამოღებასაც მე დამეზარა მარტო კანა ჭიაყელის მოთხრა. და გამოვედი ბოლოს ტივტივით რა. დავიჭირე დუპლეტი პატარების. წეგანაც დავიჭირე ერთცალი პატარა. მოკლედ შევ ამ ადგილს ვერ ვცილდები რა. ალბათ იმიტომ რომ ურტყავს თან მაგრად. რამდენი ხანი შემორჩებია კაროც. აი ყურეთ ახლა მიაკ დაუყურეთ რა პატარაა. ანუ ხელში ვითომ ხო დიდი ანკესი მაგ და მძიმე არის ეს ანკესი. მაგრამ იცით რა მაგრად ეჭეჭურება? ანუ აი სერიოზულად იმუშება რა ქვია. გეგონება გეწინააღმდეგება მიუხედავად იმისა რომ ზომით არის საკმაოდ პატარა ეს თევზი. მაგრად ურტყავს, თან კარგად მიაკ, ანუ რო წაიღებს ისე არ მიაკ, რომ დავშვა აი პატარა თევზი, მაგრამ იცის რომ ვერ აძრავს, ეგრე არ აკეთებს. წაიღებს და მიაკ. მაგრამ ზომით არის პატარა რა ყოლა. მოკლედ მეგობრებო, დავიჭირე კიდე ერთ ცალი, ბევრი ვიარე და ისევ ამ ადგილს დავუბრუნდი. მოკლედ სიტუაცია გვაქვს ეგეთი რა. ალაზანი არის ძალიან დაპატარავებული. იქ სადაც ტივტივით თევზავდი ხოლმე მე და ღრმა წყალი იყო, არის გამჭვირვალე და ძალიან დაბალი წყალი. თევზი მაგრად აყავს, რო ჩავიხედე აი სავსე იყო თევზით. მაგრამ ნემსკავზე საერთოდ არ ეკარება. შესაბამისად ვერაფერი ვერ დავიჭირე. ვთქვათ 1 საათი ვიბოდიალე აქეთ-იქით. 1 საათის განმავლობაში ვეძებდი რამე საინტერესო ადგილს. მაგრამ ვერაფერი ვერ ვიპოვე ტივტივის, რა თქმა უნდა, რომკაზე რა ვიცი, სადაც გაიხედავ ყველგან ალაზანია და შეგიძლიათ ყველგან ითევზავთ. და ისევ აქ მოვედი რა, აქ შედარებით უთხოვდა, ხა ცოტა ხანი გავჩერდები. და შეიძლება მე ვიძახდი ერთი კაი ფშა ვიცი მეტი, შეიძლება იმ ფშაზე შევიდე რა, თან მეზარება. მარტო სიარული როგორც გითხარით და აიცი ვერ გადამწყვეტია რა გავაკეთო. ალბათ ჯამში 1-20 წელი დავიჭირე თევზი. დიდად კმაყოფილი არა ვარ. მაგრამ პრინციპში ადგილებით არ არის ეს სახარბიელო რა. რო თქვა რომ აი უფრო მეტი უნდა დამეჭირა. ეს ადგილი ერთ-ერთი რაც კარგი ადგილია. მაგრამ აი იმის იქით უკვე დაბალი წყალია. ერთ ადგილი დავიჭირეთ ამასობაში. მოდი აქ. მეცადე რომ არ მომეყვანა. ისე გავჩერდი რომ არ გაიქეცი, გაიქეცი ხა. ხოდა აქედე მოკლედ უწრული თევზი ურტყავს რა. მსხვილი თევზი არ ურტყავს. ერთ წელი გამიძრო აქ მსხვილი. კაი ზომა იყო. ანუ არ მიაქვს ბოლომდე და ვერ ვიგებ რატო არ მიაქვს. ანუ ისევ იგივე ნემსკავი მიყენია, რაც აქ მანამდე მეყენა ხოლმე. ანუ ყველაფერი მოკლედ ისევ იგივენაირად მაგა როგორც მქონდა ხოლმე აქამდე რა. უბრალოდ განსხვავება არის ის, რომ თევზს ახლა არ მიაქვს, ანუ მიაკაჭერს და აი ბოლომდე რო გადაყლაპოს, არ აყლაპოს ბოლომდე.
ხო და დავინახოთ რა. შევიცვლით თუ არა ადგილს იქ, სადაც მე მგონია რომ უფრო კარგად იქნება მეთქითებზე. ცოტა სასიარულოა. ხო და მეზარება როგორც ახამდე უკვე რამდენჯერ მეთქი. პროფიციერული მარტოგანა. ნახოთ რა. შეიძლება გადავიდე, შეიძლება დავრჩე. თანამედროვულად გეტყვით იმასაც, რომ ბარემ. თუ უნდა მიყურებთ, ვისაც გაქვთ მაღაზია ან რამე ისეთი, რისი რეკლამაც გსურთ, ოღონდ თან ისე რომ მე გათამაშებისთვის გამოვიყენო, ასე ვთქვათ, თქვენ რეკლამას გააკეთებთ და მე გათამაშებას გავაკეთებ თქვენი პროდუქციით. თუ ვინმე ასეთი ხართ და გაქვთ სურვილი YouTube-ზე რეკლამის, შეგიძლიათ შემეხვიანოთ. დაბლა მითებულია ჩემი Facebook-ი და არის მითებული ჩემი მეილით. რამდენიმე მაღაზიასთან სუთხარი, სათევზაო, სანადირო, ძაღლის კვების, მშრალი კვების მაღაზიებს, მაგრამ როგორც მეუბნებიან, სურვილი აქვს, მაგრამ ფინანსები არ აქვს. ხო და ეგრე კიდე ამარა გამოვა. ხათა მოკლედ, თუ ვინმე სურვილი გექნებათ, შემეხვიანით. და ვცადოთ რამდენიმე ვიდეო და ვნახოთ რა გამოვა რა. მოკლედ მეგობრებო, სადაც მიდიოდი, რომელ ფშაზეც, იმ ფშაზეს სამწუხაროდ ისევ ვერ შევედი, იმიტომ რომ მდინარე ამ ხელაზე გადმოვარდნილი. და რატო ამან მაგ მდინარე აზრზე არა ვარ, ან ტყეში მოდის ფაქტობრივად მდინარე. კალაპოტი აქვს სავარაუდოდ შეცვლილი. აქ საუბარი მაქვს მე მდინარე ლოპოტაზე და არა ალაზანზე. ხო და იქ ვერ შევედი. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე რომ კიდე სადმე რამე მომეძებნა და შემოვედი წიწმატიანის ფშაზე. აი ესეთ კარგ ადგილზე ვარ. უამრავი. ერთ წელი დავიჭირეთ ზეღარ როგორც დაინახეთ. და ვნახოთ აბა აქ. ცოტა ხანი გავჩერდები. უკვე არის 12-ის ნახევარი და დიდად არ მგონია ხა რამე იყოს დიდი თევზი მოყოს რამე აქეთ. ცოტა ხანი გავერთობი რა 1.5 საათი ვიქნები და შემდეგ წავალ თორე შემჭამენ აქ კოღოები. დავიჭირე კიდევ ერთ წელი, ისევ სტანდარტულად პატარა. სავარაუდოდ დავასრულებ უკვე ნელ-ნელა თევზაობას მეგობრებო. დღევანდელი თევზაობა ეს იყო. ხოთ გამოწეროთ არხი და ლაიქოთ. რა კიდევ უფრო კარგი ვიდეოები შეგხვდეთ ხოლმე. და ამ ბოლოში ისევ დამეტყვა. სამცინის. აბა მომავალ შეხვედრამდე.